Თავარი პრობლემა, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია, არის ის, რომ რაღაც სისტემურად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ბავშვები, ვისაც ჭირდებათ ზღვისწყლის ტრანსპლანტაცია და რომლებსაც ამის თანხა არ გააჩნიათ, არ უნდა კვდებოდნენ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ფული. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ როგორმე იქნებ შემუშავდეს დროულად ეს ასეთი პროგრამა და ბავშვების დასაქმება. ეს ბავშვი, რომელსაც ეხლა რამოდენიმე დღეა ახლა თქვენ იცით, ჩვენ ამაზე ვისაუბრია თქვენ და ვიცით, რომ გადავსამის 10,000 მისცა, მაგრამ ამ ბავშვს სჭირდება 100,000. აქედან გამომდინარე, პასუხი რომ აი კანონი არ გვეძლევს საშუალებას, ჩვენთვის ცოტა მიუღებელია, იმიტომ რომ არ ვიცით, მიუღებელია ესეთი კანონისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ჯიპი იყიდოს 100,000 ვარიანტი, რომელიღაცა სამინისტრო და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამიტომ ჩვენ ერთი გზა გამოვნახეთ ეს, რომ პროტესტი გამოვთქვათ, თუნდაც ასეთი კანონის წინააღმდეგ, რომელიც არ იძლევა საშუალებას. შეიძლება ერთი ბავშვის და სარეზერვო ფონდები ხო არსებობს ყველა სამინისტრო. როცა თქვენთან ვიყავი გადაცემაში, ეხლა დეჟავი მაქვს. ეს საუბარი დავიწყე იმეთი, რომ მე არ ვიცი რამდენად საქმის გულში ხარ თქვენ მეთქი მთლიანად რა ხდება მიმართულებით და ვეცადე რომ გადაცემის ფორმატში მოკლე ძირითადი პუნქტები მომეყოლა ყველა იმ კითხვაზე, რასაც თქვენ ხედავთ. იგივე კითხვას ვიმეორებ. მე არ ვიცი თქვენ რამდენად საქმის გულში ხარ, ჩვენ როგორ ზრუნავთ ამ ბავშვზე და რას ვაკეთებთ მის გადასარჩენად. ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ეს საკმარისი ვიცით ბატონო და დავათავეთ რა. არის ის იმიტომ რომ სამინისტრომ სრულად დაუფინანსა უკვე ეს. სრულად დაუფინანსა დღეს დილიდან. ეს ახალი აღგვევინეთ რა შეიძლება. სახელმწიფო იხდის 1,300,000 ბავშვთა онკო ჰემატოლოგიაში. ეს თანხა ხმარდება აქ ადგილზე. იმდენად რამდენადაც ადგილობრივი რესურსი ბევრი მიზეზის გამო არ არის საკმარისი. ჩვენ შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბიუჯეტიდან დაფინანსდება ამ ბავშვის ყრდნობა იტალიაში და ამ ბიუჯეტს მის განმავლობაში შევეცდებით. ბავშვის გარდა კიდევ არის გიორგი ყავს სამი რომელსაც სამი თვეებს დარჩენილი, ეხლა დაუდგინდა მიელოდის პოლიტიკის სინდრომი. იგივეს ვიტყვი რა, რასაც თქვენ გადაცემაში მომეცით საშუალება, რომ აგიხსნათ რა ხდება. ან მოდით ჩემთან, ან მოვალ თქვენთან და ვისაუბროთ, რომ ჩაგაყენოთ საქმის გულში. პროტესტის გამოხატვისთვის მე პირიქით მადლობას გითხრით, რომ ამახვილებთ ამაზე ხორა. სწორედ ამას ემსახურება და ჩვენი შეგნება. მართლა მადლობას გითხრით ამ აქციისთვის, იმიტომ რომ თქვენ უფრო გიდევთ მაჯაზე ხელი, მაგრამ მკითხეთ, კარგი იქნება გაგცემთ პასუხს. მაგრამ დღეს დილით გადაწყდა, ჩვენ საიდან გვეცოდინებთ. ბატონო დათო, ძალიან დიდი მადლობა მაგას. გუში რო გეკითხათ არა, თუ შეიძლება, გუში რო გეკითხათ, მე გიპასუხებდი, რომ ხვალდილით ეს პრობლემა მოგვარებული. მე მინდა ერთი რაღაც წინ რო გეკითხათ, გეტყოდით, რომ ორ დღეში მოგვარებული იქნება. ერთი კვირის წინ რო გეკითხათ. ანუ გასაკუთრებით მივდას, ხელი იქ ვიყავით 9:00-ზე და არაფერი არ იყო ცნობილი ამის შესახებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენთვის არავის არ ერთი საათი დავაჩერებია.